მოგესალმებით ჩვენს რიგით მესამე შეხვედრაზე კურსის ქართული სოციალ-დემოკრატიის კულტურული საწყისები. დღეს შესაძლებისაგვარად დავასრულებთ ეგნატე ნინოშვილზე, აი პირველ ასე ვთქვათ საწყისის ბუკეტზე ასე ვთქვათ მსჯელობას, თუმცა მერეც ნინოშვილი დაბრუნდება ერთი-ორჯერ ლექციების მანძილზე. და დღეს გავაგრძელებთ პრინციპში იქ, სადაც წინაზე გავწყვიტეთ მსჯელობა, ანუ წინაზე უფრო უნდა შევეხეთ რამდენაირი პროფილი შეიქმნა ნინოშვილის, ხო? მთელი აი მისი როგორც მემკვიდრეობის ათვისების პროცესში, ხო? მისივე გარდაცვალებიდან მოყოლებული, რა ვიცი, პოსტსაბჭოთა პერიოდის ჩათვლით, ხო? და ნახეთ როგორ არ ებმის ერთმანეთს ეს სხვადასხვა პროფილები და რა ტიპის დეფიციტი წარმოშვა ნინოშვილის შემოქმედებამ, ბიოგრაფიამ, ხო, აი ნადრევობამ, უდროობამ, რამაც მერე ძალიან პროდუქტიული პროცესი დაძრა აი ამ ნაკლის ამოვსების ყველა სხვადასხვა ეპოქაში, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდი არის ამ ხრივ საინტერესო. და აი დღეს უკვე გადავალთ იმაზე, თუ როგორ მუშაობდა თვითონ ნინოშვილის ლიტერატურა, თქვა წინაზე რო ვთქვით, რომ ეს ინტელიგენტობა როგორ უჭირდა, იმიტომ რომ სულ ეს ცხოვრება ითრევდა, ხო, იმ რაღაცა უფრო ესეთ შავ სამუშაოში და ამას ემატებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აი ახლა უფრო შევეხოთ იმას, ის როგორც ინტელიგენტი თავისი ამ სხვადასხვა უნარებით, პირველ რიგში ლიტერატურული უნარებით, როგორ მუშაობდა და რა განსაკუთრებით რო ითვლება, რომ ის აი რაღაც ჩაგრულ გლეხობას აღწერდა და მისი გულის მესაიდუმლე იყო, როგორც ამას ივანე გომართელი ამბობს, ერთ-ერთი პირველი სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის კრიტიკოსი. ნახავთ აი რა სახელოსნო არის, ასე ვთქვათ, როგორ აიგება ნინოშვილთან აი ეს ჩაგრული ხალხის სამყარო და რა ტიპის პოლიტიკა შეგვიძლია ამოვიკითხოთ ამ იმაში თუ როგორ წერს, ხო, ის ამ ხალხზე, ანუ რა ტიპის ძალაუფლებრივი მიმართება არის ჩაშენებული თვითონ აი ამ წერის აქტში. ეს არის პრინციპში ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს. და ნუ ხა წინაზეც გამოჩნდა ეს ლაპარაკში მეთოდოლოგიური პრობლემა, რომ რამდენადაც გინდა რომ ეს მასალაში ჩაყვინთო და მაქსიმალურად კონკრეტული და ესეთი ხორცავსე იყოს მსჯელობა და არა, თქვა რაღაც განზოგადებული და ესეთი შეჯამებითი. მით უფრო ნუ იწელება, ასე ვთქვათ, ეს პრეზენტაცია და ხო მეტრო საჭიროებს, ასე რომ დღესაც შეიძლება ცოტა გეგმას გადავაჭარბოთ ამ ხრივ. ნუ უმთავრესი რაც წინაზე მე მგონი დაგვრჩა ბოლოში იყო ის, რომ ეს ლიტერატურა, ფიქცია დავარქვათ, ხო, ლიტერატურა ან თავისი თქვა იმ პუბლიცისტური თუ ეთნოგრაფიული, თუ რაღაც უფრო ჟურნალისტური, თუ ბელეტრისტული, რასაც ქვია, განშტოებებით. ეს ლიტერატურა როგორც ერთიანი პაკეტი რაღაცა ისეთი ტიპის არაერთმნიშვნელოვანების მატარებელი არის, რომ ეს არის ერთ-ერთი რაც წარმოქმნის დეფიციტს, ხო, რაღაც ტიპის ნაკლულობას იმისა, რომ ანუ განსაზღვრული ბოლომდე რაღაც 100%-იანად არაფერი არ არის, ანუ არ არის ისე, როგორც ვთქვათ, რაც არ უნდა გასაგები იყოს, რომ ვთქვათ, ინტერპრეტაციას ყველაფერი ექვემდებარება, ხო? ვთქვათ, აი თეორიასავით მაინც ერთმნიშვნელოვანი ვერ არის, ხო, ლიტერატურა და ამაში არის კიდევაც მისი პეცი, იმიტომ რომ ის თავისი არსით წარმოქმნის მუდმივად ასაზრდოებს, მუდმივად ახალ წაკითხვებს. და ეს ლიტერატურულობა ნინოშვილის მემკვიდრეობის გახდა კიდევაც ერთის ხრივ რაღაცნაირი წყევლა და მეორეს ხრივ რაღაცნაირი ხეირი, რომელიც რაღაცნაირი შანსი იმისთვის, რომ მაქსიმალურად პროდუქტიული ყოფილიყო აი ეს ათვისება, რომელიც მან განიცადა ეპოქიდან ეპოქამდე და ყველა ეპოქას თავის გემოზე რომ მოერგო მის შემოქმედება. თავარი რაც ბოლოს ასევე ვახსენეთ წინაზე იყო ის, რომ რაღაცა ტიპის მოუთვინიერებელი ნაშთივით რჩება მის გინდ ფიგურაში და გინდ
ნაწერებში ისე რომ ვეღარ მოვასწარით ამაზე უფრო ამაში უფრო ახლდან შესვლა, ხო, მაგრამ განსაკუთრებით საბჭოთა ეს რაღაც ოპტიმისტური რიხი, რომლითაც უდგებოდნენ ნინოშვილს. შეგვიძლია თქვა, რომ ნაკარნახები იყო იმითი, რომ რაღაცა ძალიან ისეთ შემზარავ უაზრობას აწდებოდნენ იმისა, თუ რაც ჭირდათ, თქვა, იმ გლეხებს, რომელთაც აღწერდა ნინოშვილი 1890-იანი წლების დასაწყისში და მუდმივად აი ამ რაღაცა სრულიად მოუთოკავი უაზრობის დაძლევის რეჟიმში იყო განსაკუთრებით სწორედ აი საბჭოთა გინდ ეკრანიზაციები, რომლებიც მრავლად არის, თუ ეს ძალიან მრავალ ფართო ლიტერატურული კრიტიკა, რომელიც დაიწერა საბჭოთა დროს ნინოშვილის თაობაზე და ნუ ყველანაირად იყო მცდელობა, რომ ნინოშვილი მოენათლათ როგორც შემდგომში გამარჯვებული პროლეტარიატის წინამორბედი, ხო? ნუ რაში მდგომარეობს აი ეს რაღაცა აი ეს შემზარავობის ნულოვანი წერტილი, ასე ვთქვათ, რომელისთვის თვალის გასწორებაც იყო ძალიან რთული, მით უმეტეს აი საბჭოთა ტელეოლოგიური ოპტიმიზმისთვის, ხო? აი შეგვიძლია ავიღოთ მაგალითად მოთხრობა სიმონადან პასაჟი, რომელიც ეხება აი ფირალად გავარდნილი სიმონას ცოლ დარიკოს, რომელსაც გააუპატიურებს სოფლის ბობოლა დავით დროიძის ვაჟი და დარია თავს იკლავს წყალში გადახტომით და აი ესეთ რაღაცას წერს ნინოშვილი. ხალხმა თვალის დახამხამებამდე გამოშრა გრძელი კავი, ერთი მოწიფული ბიჭი შევიდა ყელამდე წყალში, მოსდო კავი და გამოიტანა წყლის ფსკერიდან ნაპირზე ბნელი საგანი. ეს იყო დარიას გვამი. თუმცა ხალხი ბევრი ეცადა, ხან თავდაღმა დაჰკიდა, ხან ფეხის გულში სცემა, ხან დინარის პირზე არბენია. დამრჩვალი სული ჯერ კიდევ აქ იქნება და ეგებ მოვიძიოდო, მაგრამ დარია არ გაცოცხლდა. და ეს აბსოლუტურად უმართლაც არაფრით ანუ ცარიელა ნივთიერება რო გრჩება ხელში ამ დარიას გვამის სახით აი ამას განსაკუთრებით შემზარავს ხდის ერთის მხრივ ეს მართლაც რაღაცა სრული არაადამიანურობა აი ამ წმინდა მატერიალურობის, რომელიც აი საგნობრიობის სახით გვრჩება და მეორეც მხრივ პრინციპში ის რასაც ნინოშვილი აკეთებს, როცა უკვე აღწერს აი ამ სოფლელების მოქმედებას, ხო? აი მათ მწრუმორწმუნეობას, რომელიც მათ აი აბუთავებინებს აი ამ საგანს, რომ უნდათ რომ ისევ ეს სული ჩაასახლონ, რომელიც თითქოს სადღაც იქ დარბის, ხო? ეს ანუ აქაც უკვე ვხედავთ ეს ანუ მოვნიშნოთ ხო ეს ნინოშვილის სამზარეულო რო ვახსენეთ როგორც ლიტერატორის ის როგორც ინტელიგენტი, ნუ ათეისტი, რაღაცა მეცნიერული ცოდნით აღჭურვილი, აი ესე გარედან უმზერს აი დისტანციიდან უმზერს აი ამ ბნელ, ასე ვთქვათ, გლეხობას, რომელსაც აი ესეთი რაღაცეების სჯერა. და აი ეს რასაც ნინოშვილი აღწერს აბსოლუტურად საპირისპიროა იმისა, როგორც მაგალითად უკვე 1926 წელს ეკრანიზაცია ხდება სიმონასი სიკოდოლიძის მიერ, ანუ გაგანია კოლექტივიზაციის და უკვე ხო, ანუ სტალინს გამოცხადებული აკლამის უკვე ხო, კლასობრივი ბრძოლა დამთავრდა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, სადაცაა ხო, ანუ მოვსპოთ ყველა კლასობრივ მტერს. ანუ ეს დარია, რომელიც აქ აი ესეთი არის, ესეთი სრულიად უსუსური და მართლა უკვე აბსოლუტურად სულგამოცლილი და ყოველგვარ ადამიანობას გადაიქცევა თამარ ციციშვილის მიერ ნათამაშებ დარიკოთ, რომელიც არის ეს ფითქინა გასხივოსნებული ძლიერი ქალური სხეული, თვითონ არის გავარდნილი ფირალად ამ იმაში, ან დაწინაურებული არის უკვე ესე ტელეოლოგიურ იმაში, ხო? იმისაკეთ რომ ეს უძლურად დამორჩილდეს ამ ძლიერი კლასობრივად ძლიერი კაცისგან
ხო, ნუ ფიზიკურ ძალადობას ის თვითონ არის ფირალი, მაშინ როცა სიმონა ასე იგი უკვე იმ დონეზე არის, რომ ის თვითონ მიხვდა, რომ ფირალობას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ წმინდად ინდივიდუალური ძალადობაა და საჭიროა უფრო ფართო მასშტაბიანი კოლექტიური ორგანიზება. სიმონა მუშა იყო და გააციმბირეს და ანუ რევოლუციონერია რეალურად და გაციმბირებული არის თავის რუს კოლეგასთან ერთად, იმიტომ რომ მან დაწყოს საერთაშორისო სოლიდარობა პროლეტარული ხო უნდა შემოვიდეს და ფაქტობრივად ესე ხდება გამკლავება აი იმ შემზარავებასთან, იმ სრულ უიმედობასთან და სასწრაფოებასთან, რომელიც ჭამს ნინოშვილის პერსონაჟებს და მთელ მის ტექსტებს. ანუ სრული უარი არის აი ამ სიმონაში, როგორც ორიგინალში აღწერილ აი ამ რაღაცა ტიპის სასწრაფოების უპერსპექტივო მდგომარეობის მიმართ. ხო, ანუ ეს მართლა მარმარილოსავით სხეული ტიპაჟი თამარ ციციშვილის შეუძლებელია უფრო რადიკალურად განსხვავდებოდეს აი იმ გაუპატიურებული საგნისგან, რომელიც არის დარია, ხო, მაშინ. და ეს ემსახურება იმას რომ რაღაცნაირად, თქო, იგივე ამ წანაცვლებებით, რომლებიც ხდება კინო ქრონოლოგიაში, როცა ეს პერსონაჟები უკვე პირველი რევოლუციის დროინდელ პერიოდში გადაინერგებიან, თქვა, ციკოდოლიძის მიერ, როცა მათი ქცევა უკვე, ასე დააპგრეიდებული არის, ხო? რაღაცა უფრო მაღალ საფეხურზე არის აყვანილი, მუდმივი ცდილობა არის ტელეოლოგიურად რაღაცა უფრო მაღალ ნაბიჯზე მათი აყვანის იმის მაგივრად, რომ ნინოშვილის პერსონაჟები იყვნენ როგორც ვახტანგ კოტეტიშვილმა თქვა, იყოს რაღაც წამებულთა უსასრულო პროცესია, რომელსაც არც თავი უჩანს და არც ბოლო და არანაირი ლოგიკური რაღაცა უკეთესობისკენ ელემენტარული ჰორიზონტიც კი არ იკვეთება, ხო? ხო, და აქ არის რომ რეალურად ამ ტელეოლოგიასთან ერთად, რომელსაც საბჭოთა წაკითხვები ახვევენ, ასე ვთქვათ, თავს ნინოშვილთან ძალიან კრეატიულ სამუშაოს უდებს საფუძველს, ხო? იწყებენ აი ამ პერსონაჟებით და სხვადასხვა მოთხრობების მონტაჟს და რაღაც პაზლივით გადათამაშებას იმისთვის, რომ რაღაცა უფრო ესეთი ლოგიკური მათთვის მისაღები მთლიანობა გამოვიდეს, ხო? აი, მოთქვათ იგივე სიმონა, რომელიც, ასე ვთქვათ, ვერ უძლებს აი ამ ადმინისტრაციის ძალადობას და ფირალად გაიჭრება, ირაცხება როგორც გოგია უიშვილი, ასე ვთქვათ, ხო, რომელიც არის ადამიანისაც აწიოკებენ ოჯახში და მერე თავს იკლავს, ირაცხება როგორც წინაკაცი სიმონასი, ხო, რომელიც ანუ სიმონა არის გოგია უიშვილის უფრო მაღალი ვარიანტი, იმიტომ რომ მან ის გადავიდა უკვე ქმედებაზე და სიმონაზე კიდევ უფრო მაღალი ვარიანტია ის, ვინც უკვე აცნობიერებს, რომ კოლექტიურ ქმედებაზე უნდა გადავიდეს. და აქ არის სწორედ, რომ თქვა ლიტერატურად მცოდნეებიც მაშინდელი იწყებენ რაღაცნაირად დახარისხებას ამ ცნობიერების, გლეხური ცნობიერების გამოღვიძების რაღაც კიბესავით სახავენ ძალიან ხშირად, სადაც თქვა პირველ ყველაზე ესე დაბალ დონეზე არის კაცია მუნჯაძე, რომელიც არანაირ წინააღმდეგობას არ წევს და წმინდად შინაგან მონოლოგში თუ რაღაცა გაუკრთება ხოლმე პატარა რაც კრიტიკის მარცვალი და მე უბრალოდ სრულიად უაზროთ ასევე ეს მატარებელი, რომელსაც არც არანაირი განზრახვა მის მიმართ არ აღდგება და გადაუვლის და ესეც რაღაცა სრულიად ესეთი უქმი აბსოლუტურად ყოველგვარ საზრის მოკლებულ ფიზიკურ ზიანად რჩება, ხო? არაფერ უფრო მაღალში არ არის, ხო? არც სუბლიმირებული და არც თარგმნადი თუ თქვათ მე ამ კიბეს არა აგებ. მერე მოდის თქვათ და თქვათ იგივე კაციას დონეზე შეიძლება იყოს ქრისტინე, ხო? ქალი ასე თქვათ ვარიანტი, რომელიც ასევე ბოლოს ასრულებს აბსოლუტურად დეზორიენტირებული დიდ ქალაქში და არის სოფელ ნიგვზიანი და სოფელ ნიგვზიანი არის მილიონნაირი ქვეყანაში და პოლიციელები რო ეკითხებიან, რომ საიდან ხარ ნიგვზიანიდან, არ იცის რომელი ნიგვზიანია და ესე სრულიად მიუსაფარი
დაავადებული ასრულებს სიცოცხლეს. მეორე ასე ვთქვათ საფეხური არის გოგიაუიშვილი, რომელიც ანუ ვაივისში არის მუდმივად და ეს გახვევს შარში და ერთადერთი რაც მას რჩება პროტესტის სახით ეს არის რომ თავი მოიკლას საკუთარი თავის მიმართოს ეს ბრაზი, ისე როგორც ვთქვათ დარია ქალების შემთხვევაში და კიდე არის რამდენიმე ეგეთი პერსონაჟი. მერე მოდის ყო სიმონა, რომელიც აი ინდივიდუალურ ამ შურისმაძიებელ ძალადობაზე გადადის. მერე არის თქვა პალიასტომის ტბიდან ივანე, რომელიც აი ამ რომელსაც ტივით გადააქვს ხოლმე ხე ფოჩი გასაყიდად, რომელიც ნუ გაცნობიერების დონეზე მაინც აჟღერებს იმას, რომ ეს სიბეჭავე გლეხობას იმიტომ გჭირს, რომ ვერ შევკავშირდით და მაგით არის რომ ჩაგრავს მთელი სისტემა ამ ყოფილი ბატონებიანა და ბობოლა ხალხიანა და ეს რაღაც უბრალოდ ისახება ეს ჰორიზონტი რაღაცა კოლექტიური ორგანიზების და ნუ ყველაზე მაღალი საფეხური ასე ვთქვათ შეიძლება ვთქვათ არის ის რაც ნინოშვილის რომანში ჯანყი გურიაში ხდება 1851 წლის აჯანყების გარშემო როცა გვაქვს მართლაც ეს მასობრივი მობილიზაცია ოღონდ გამონაკლისის სახით თუ ვთქვათ მოთხრობები ყველა ნინოშვილის თანამედროვეობაში ხდება იმ ადრეულ 1890-იან წლებში ეს არის ისტორიული რომანი, ხო, რომელიც ეხება 50 წლის წინანდელ ამბებს და ნუ მაშინ არ დაიბეჭდა, მერე თქვა 1902 წელს რო იწყება ბეჭდვა ცენზურა შეაჩერებს და მაგას მიუბრუნდებით, იმიტომ რომ დაგვჭირდება მაქედან 1-2 ძალიან საინტერესო პასაჟი. აკოფილა ეს კრიტიკა რო ვეძებდი. ანუ ეს არის ის რაც თქვა ხდება დარიკოში, აი მართლაც გაგანია სტალინური, აი აგრესიული ოპტიმიზმის პერიოდში, თქვა ბოლოში არის ის რომ რაც კი რამე ნეგატიური პერსონაჟი არის ნინოშვილის სხვადასხვა მოთხრობებში, ყველა შეყრილი არის ქორწილის სცენაში და დარიკო ერთად მიუცვივდება ამ ყველას და ერთიანად მოინელებს ყველას. და ნუ ეს კრიტიკოსი ამბობს კიდევაც რომ ეს არ კიდევაც სწორი პერსპექტივა რო თქვა იქ სიმონა რო უკვე გამუშებული გლეხი რო არის და ის რო ხდება თქვა რომ აზრი არ აქვს აი რაღაცა ინდივიდუალურ ძალადობას ეს არის სწორი პერსპექტივა, რომელიც ნინოშვილის მოთხრობებს აკლია, ხო? მაგრამ რომელიც ჩვენ აწი ვიცით და ამიტომ ჩვენ ვავსებთ ნინოშვილის მოთხრობებს ამ სწორი გვიან შეძენილი პერსპექტივით, ხო? მერე უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 63 წელს იღებს სიკოდოლიძე პალიასტომს, რომელშიც ანუ ის იმ ტიპის ეს რაღაცა აგრესიული ოპტიმიზმი აღარ არის, მაგრამ მაინც ძალიან ესეთია, ძალიან ელეგიური არის და ეს დასაწყისი მაინც არის, აი 12 წუთი არის, პირველი 12 წუთი არის ერთ-ერთი ყველაზე პოეტური სეკვენცია ქართულ კინემატოგრაფში. აქაც ვხედავთ, რომ რაღაცნაირ, თქვა თუ ფილოლოგები ცნობენ ეს კიბეა აგონ, ხო? ეს რაღაც გრადაციები შეიმუშავონ, ხო? ტაქსონომია, ეკრანიზაცია, რაღაცა სინქრონიზაციის საშუალებას იძლევა, ხო? რაღაც სინქრონში აქცევენ ბევრ მოთხრობას, ბევრ სხვადასხვა პერსონაჟს. და აქ ესე არის, რომ ისევ და ისევ რაღაცა ქრონოლოგიური წანაცვლება ხდება, რომ ეს ივანე და მისი შვილი ნიკო, რომლებიც მოთხრობაში არიან უბრალოდ ამ პალიასტომის გავლით ფოთში ხის გადამზიდავები და ამას შეეწირებიან, იმიტომ რომ ეს პალიასტომი ასეთი მოურჯულებელი სტიქია არის. აქ უკვე აი ეს თქვა ლიან დაგიჩდება როგორც რაღაცა ის სივრცე, რომელიც თქვა კაცია მუნჯაძიდან და სხვა იმოთხრობებიდან შემოდის, რომლებიც რკინიგზას რომელშიც რკინიგზა გადის, ასე ვთქვათ. მერე ესენ ხო და რაც თავარია ივანე არის ბათუმიდან გამოგდებული მუშა, რომელიც როგორც გლეხი წავიდა იქ ბათუმში სამუშაოდ, არის ეს 1902 წლის პერიოდი, როცა არის ბათუმში ცნობილი მუშების გამოსვლები, რომელშიც იდეაში სტალინმა მიიღო საკვანძო
მქონდა საკვანძო როლი და ეს მე გააბუქეს და გადააქციეს კავკასიის რევოლუციური ისტორიის მთავარ ამბად და ივანეს აბრუნებენ ასე ვთქვათ სოფელში ნიკოს აბრუნებენ სასწავლებლიდან და შემოდის კიდე რაღაცა ესეთი ნინოშვილის პერსონაჟი რომ უნდა იყოს აი ეგეთი ოჯახი რომელიც პირიქით ბათუმში აპირებს წასვლას ეს კაციც თავის ცოლშვილიანა რომელიც აი რაღაცა ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში ეძებს ავარაუდოდ სამუშაოს ხო მე მოდის უცებ პროცესია მოაქვთ კუბო კაცებს რომელშიც აი ესე სიმინდის გადაზიდვისას დაღუპული კაცი ასვენია ტბაში ჩამხჩვალი ანუ ფაქტობრივად ივანეს მეორე მე არის მერე გამოჩნდება სიმონას ტიპაჟი სისონა დარჩია დათიკო დარჩია ქვია მასში ფილმში რომელსაც საკიდებული არის ჟანდარმერია და ნუ ბოლოს მოკლედ ეს რაღაცა ესეთი მართლაც პროცესია რო იქნება, ოღონდ აშკარად ბევრად უფრო ესე დახარისხებული ლოგიკურად, ხო? და სხვანაირად წანაცვლებული, მოც აღარა აქვს უკვე აი ის იმ ტიპის უაზრობის და უთავბოლოობის ელფერი, რასაც ვთქვათ, კოტეტიშვილი ახსენებდა, აი ეს რაღაცა ერთგვარ კოლაჟს იძლევა სიკოდოლიძე დასაწყისში ამ ფილმის და მე უკვე გადავდივართ ივანეს სახლში კითხვის სცენაზე, სადაც ნიკო, რომელმაც წერა კითხვა იცის, კითხულობს განკარგულებას. კითხულობს აი იმ ფინალურ პასაჟს, სადაც აღწერილი არის ეს კაციასის სურეალური სიზმარი და როგორ წააცლის მატარებელი უცაბედად თავს. კითხულობს ძალიან ესე, ანუ ყოველგვარი აღელვების გარეშე ძალიან ესეთი ნეიტრალურად არის გადმოცემული ეს ტექსტი, ძალიან განსხვავდება მაგალითად იმისგან, როგორც აღწერს მსგავს კითხვის სიტუაციას ნოდარ დუმბაძე მოთხრობაში, ნუ გააღვიძებ, რომელიც საბჭოთა დროინდელ გურულ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გურულ სოფელს აღწერს, სადაც მასწავლებელი ჯოკონდა მასწავლებელი ბავშვებს უკითხავს აი ამავე პასაჟთან, არის ტირილი ვაივიში და მთელი ემოციური ხარჯვა. ყოველშვაში საინტერესო არის ის, რომ უმეტეს შემთხვევაში აი ეს რამდენადაც ყველაფერი და ყველა ეკრანის და რაც კი რამე ნინოშვილთან პერსონაჟი და სიტუაცია, აი ეს განკარგულება თავისი ამ კაცია მუნჯაძის აი ამ რელსებზე დადებული სახია თავიანა იმდენად ეს იყო შემზარავი და მოუხელთებელი, არა ვიზუალიზირებადი, ხო, დანართული რომ დამაჯერებლად მომხდარიყო მისი ვიზუალიზაცია, რომ ფაქტობრივად ისევ აი ამ რაღაცა ვიღაცის მიერ უკვე დაწერილი ხელახლა წაკითხვის სახით, აი რაღაცა ტიპის რემედიაციით ცდილობენ რომ მასთან რაღაცა კავშირი დაამყარონ. ხო, იქ კარლო კაჭარავაძე არის ცნობილი, რომ უნდოდა კაცია მუნჯაძის დახატვა აი მაგ რელსებს წაგლეჯილი თავით და უბრალოდ აი ვერ გაიგო, აი თავისად უნდა ყოფილიყო და აი რანაირი ასე ვთქვათ ფიზიკა არის, როგორ ხდება რომ აი თავს წაგაცლის რკინის მატარებელი და აი ეს თავი სადამდე უნდა გადაგორდეს, ასე ვთქვათ, რომ ეს რაღაცნაირად ელემენტარულად მაინც თუნდაც მეტნაკლებად აბსტრაქტულ სტილში რაღაცნაირად დამაჯერებელი იყოს, ხო? და ერთადერთი რაც ვიცი რომ ასე ვთქვათ ასახავს პირდაპირ აი ამ უშუალოდ თავის თავწაცულ მდგომარეობაში კაციას, ეს არის იოსებ შარლემანის ილუსტრაცია, აი წინაზეც რო ხშირად მოვიხმეთ 1925 წლის გამოცემა იქიდან. დანარჩენი ხო ძალიან რთული მოსაძიებელია. შარლემანის სხვა შორის იყო ის კაცი, ვინც პირველი რესპუბლიკის გერბი დააპროექტა და მერე საბჭოთა რესპუბლიკის გერბის დააპროექტა და ესეც დახატა და ყველაფერში გარეული კაცი იყო.
ხო, მოგეთ ესე იგი რაღაცნაირი სრული მიუღებლობა იმისა, რომ აი 1890-იანი წლების აი პერსპექტივობას ჯერ არც მუშათა მოძრაობა, არც ესე ვთქვათ მარქსისტული თეორია ესე გაშლილი არ არის, გლეხებიც კი რომ არ არიან ჯერ მობილიზებული ისე როგორც მე-20 საუკუნის დაწყისში მობილიზდებიან და აი ეს გაჭედილ სიტუაციაში რო არის ყველაფერი, აი ეს რომ რაღაცნაირად სრულად მიუღებელი იყო და ანუ რაღაცა ვერ ხედავდნენ ვერანაირ აზრს რომ ეს ასეთად მიეღოთ და თითქოს რაღაც არასწორ დროში რო ცხოვრობდა ნინოშვილი, აი ეს გვჭება ხელში საბჭოთა კავშირის დროინდელ ინტერპრეტაციებში, ხო? და თქვათ, ჩვენ თუ შვებით იმას, რომ აი ეს საბჭოთა წაკითხვა რაღაცნაირად ამას დეკონსტრუქცია გავუკეთეთ და მით უმეტესთან თუ ვიცით, რომ უბრალოდ საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად ეს ამ ტიპის მემკვიდრეობა, ამ ტიპის ათვისება ნინოშვილის როგორც მემკვიდრეობისა უბრალოდ წარსულს არის ჩაბარებული, იმიტომ რომ ის რაღაცა თქვა ტრიუმფალიზმიც აღარ არის, ხო, რომელიც თქვა მუშას და გლეხს აქცევდა იმ სახელმწიფოს მთავარ გმირად, რომელიც უკვე ნინოშვილს როგორც თავის წინამორბედს ისე ზეიმობდა. აი რა გვრჩება აი ამის დაკარგვის მერე, ეგ არის საკითხავი. ხო, თქვა გარდა კაჭარავასთან რაღაცა ესე რამდენიმე შტრიხით გამოკვეთილ აი იმ აჩქილს თუ არ ჩავთვლით, რომელიც ხან ლექსებში და ხან ნახატებში გაკრთება. და რასაც მე გთავაზობთ, ამიტომ არის ის, რომ აი ამ რაღაცა აი 1890-მდან წინ გაქცევის გარეშე ვცადოთ და თვალი გავუსწოროთ აი იმას, რასაც კოლონიურ განუკითხაობას უწოდებ, იმ მდგომარეობას, რასაც აღწერს ნინოშვილი. და აი ამ მდგომარეობის აღწერით ამავე დროს მოვახერხებთ შევეხოთ იმასაც, თვითონ ნინოშვილს რა ფუნქცია ჰქონდა, რა ტიპის სუბიექტი იყო თვითონ და როგორ ახდენ საკუთარ თავის როგორც ინტელიგენტის ამ სუბიექტის გამოკვეთას, აი თქვა გლეხური, აი რაღაცა წერა-კითხვის უცოდინარი ბნელი გლეხობის გლეხის როგორც სუბიექტის საპირისპიროდ. და რა ტიპის რაღაც სოციალური და ძალაუფლებრივი აქტი არის ლიტერატურა, რომელსაც ნინოშვილი წერს. პირველ რიგში, რაც ვთქვათ ნინოშვილის როგორც ინტელიგენტის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად და ფუნქციად აღიქმებოდა მაშინვე ეს იყო, რომ ის ესე იგი შეირაცხა გურის აღმომჩენად. რომ შეიქმნა ეს 1860-იანი წლებიდან თქვა აი გაზეთ დროებას და მე უკვე ივერიას და სხვების სახით ის მედია სივრცე, რომელშიც მართლაც დაიწყო ნელ-ნელა აი ამ ქართული ნაციონალური წარმოსახვის გაფართოება და მის მიერ მოცვა სხვადასხვა რეგიონების, თქვა ყაზბეგი რო შემოდის როგორც ხევის წარმდგენი ქართლის სოფლებიდან აჟღერებენ გლეხის ხმას, თქვა ხალხოსნები და ასე შემდეგ. ნინოშვილი ფაქტობრივად პირველი იყო, ვინც აი ესე გურია წარუდგინა აი ამ თბილისში, თუ თბილისიდან მწერალ და მკითხველ განათლებულ საზოგადოებას, რომელიც აი ქართველობის როგორც რაღაცა ერთიანი წარმოსახვითი ერთობის დადგენაში იყო ჩართული. და აქ რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ის, რომ თქვა ერთ-ერთი მთავარი ტექნიკა არის ის, რომ აღწერ როგორც აი იმ ადგილობრივ წესჩვეულებებს, განგიმარტავს ნინოშვილი, თქვა და ჩვენთვის გაუგებარია დღეს, ხო, აი გოგია უშვილზე რო წერს, ჩიჩილაკი რა არის, განგიმარტავს სკოლიოში. ისევე როგორც როცა კი არის როცა კი უწიგნური დაბალი ფენის წარმომადგენელი გლეხი საუბრობს, ზედმიწევნით არის დაცული აი ეს რაღაცა დიალექტიზმი, ხო, ეს გურული მეტყველება, ისევე როგორც თქვა ყაზბეგს აქვს იქ მოხევური კილო და ასე შემდეგ. ხო, რაც იწყება ილია ჭავჭავაძის გზავრის
შრომის წერილებში იმდროინდელ დღუნიას აი ხალხური მეტყველების ინსცენირებით ჭავჭავაძის მიერ თავისი მთელი სკოლიოებით როცა კი საქმე ეხება სტანდარტული, მაშინ ჯერ კიდე სტანდარტიზაციის პროცესში მყოფი, მაგრამ მაინც უფრო მაღალი ქართულიდან თუ კი გადაუხვევს რომელიმე სიტყვა ან გამოთქმა, ხო? ხო, და მეორე არის ის, რომ რეალურად ნინოშვილს რო შეერქმევა ხალხის გულის მესაიდუმლე, ფაქტობრივად ის, ესე იგი, ცნობილი ხდება იმისთვის, რომ იმის გამო რომ რაღაცნაირ რენტგენივით სურათს გვაძლევს აი ამ გლეხების შიდა სამყაროს, ხო, თავისი ფაქტობრივად ყველა მოთხრობაში რო გვაქვს მოცემული ამ გლეხების შინაგანი მონოლოგებით, რომელსაც ისინი ამ სიკვდილის წინ თუ რაღაცა გადამწყვეტი მომენტის წინ წარმოთქვამენ ისევ და ისევ ამ სრულიად დიალექტიზირებულ, ამ გურულ კილოზე. და ეს აღწერს აი ამ цаრისტულ გვიან цаრისტულ ხანაში, აი მოდერნიზაციის პროცესში გაჭედილ ადამიანებს, ხო, რომლებიც და რა არის, ხო, ეს მოდერნულობა, ხო, ამას მაგრამ მაშინ უწოდებდნენ გართულებულ ცხოვრებას, ხო? ანუ ეს რაღაც ტიპის სირთულე რო შემოდის იმ წესრიგში, რომელიც მეტანაკლებად გასაგები იყო, თქვა ბატონი იყო, ყმა იყო, ხო, რაღაც ტიპის მორჩილების რაღაც ვერტიკალი იყო, ეს ეკონომიკური, ასე ვთქვათ, ლოგიკაც მეტნაკლებად მარტივი იყო და აი ამ საბაზრო პრინციპის შემოსვლით, ვთქვათ, ეკონომიკური გლობალიზაციით, რომელიც და ვთქვათ, ფინანსიალიზაციიდან, ხო, და მევახშეობის აღზევებით აი რუსული უკვე ალექსანდრე მეორის მიერ მოდერნიზებული ევროპეიზირებული სამართლის დამკვიდრებით და ასე შემდეგ ფაქტობრივად რაღაცა ისეთი ქსელი იბმება ადმინისტრაციული სამართლებრივი ეკონომიკური რომ აქ უკვე შეუძლებელი ხდება გზა გაიკვალო ცოდნის და განათლების გარეშე, რასაც ვთქვათ უგლეხურ ენაზე სწავლა ქვია, ხო? და ყველა ელემენტარული წერა-კითხვაც კი რო უკვე რაღაცა მართლა სკილებს განიჭებს, რომ ცოტათი უფრო უკეთ ორიენტირდე და რასთავარია თან ამ სოფელში ეგ საკმარისი არის, აი პატარა ფუნქციური წერა-კითხვის უნარიც კი რო უკვე სწავლულად განიხილებოდა, ხო? არავინ არ გთხოვს, რომ ტომეულები კონდეს ნაწერი ან ნაკითხი. და აი ეს მდგომარეობა ამ უსწავლელობის, ხო? და თან მოთხოვნილება რო არის უკვე ბატონყმობისგან დახსნილი მოქალაქეობრივად თავისუფალი, მაგრამ მილიონაირი ვალდებულებით დამძიმებული გლეხის და თან მოთხოვნილება რო არის მისი, რო თქვა, გაიუმჯობესოს, ხო, თავისი ყოფა და თან რო უბრალოდ არანაირად არ აქვს ბერკეტები, რო გაუმკლავდეს იმ სირთულეს, რასაც აწყდება, აი თქვა, ეს ტექნოლოგიის შემოჭრა იქნება, თქვა, რკინიგზის სახით თუ ყველა ის სხვა ფაქტორი, რაც ვახსენეთ, ეს ყველაფერი იძლევა აი იმ რაღაცა ხლარს, რომელშიც უბრალოდ გაჭედილები რჩებიან ეს გლეხები და რაც თავარია ეს მათ ცნობიერებაში სრულიად მრუდე ანარეკლებს და მრუდე სახის გადახარშვებს პოვებს. რასაც ნინოშვილი, რაც გალაკენ ტაბიძე იტყვის, ცოტა ესე ანუ სადისტურათაც აგემოვნებს კიდევაც იმდენად რაღაცა თან საზიზღარი, თან ძალიან მიმზიდველი არის მისთვისო, აი ეს ამათი ეს უსუსურობა და ეს გზის ვერ გაგნება აი ამ გართულებულ ყოფაში, რასაც ნინოშვილი აღწერს, ხო? და ამასთან შრება აი მართლა ხანდახან სრულიად ცდის სასტიკი აი გარედან დისტანცირებული მზერით ყოველგვარი სენტიმენტალიზმის გარეშე, იმის გარეშე, რაც თქვა, რაც ხალხოს სამწერლებში, თქვა ეკატერინე გაბაშვილი იქნება თუ სხვა, არის ხოლმე, ხო? ეს რაღაცა ესეთი უფრო რომანტიკული წარმოდგენა გლეხზე. ანუ ერთი წამით არ არის ხოლმე, აი ესეთი რაღაცა ის რაღაცა სითბო ან დაშაქრულობა, რომელიც შეიძლება მოდიოდეს ხალხოსანი ავტორების ნაწერებიდან, როცა ისინი ამ უბრალო ხალხზე ლაპარაკობენ.
და აი აქ ხდება სწორედ აი ამ ხლართის აღწერისას ხდება ნინოშვილი შეიძლება ითქვას მოწმე და მემატიანე იმისა, რასაც ეს კოლონიური განუკითხაობა შეგვიძლია ვუწოდოთ, ხო? და აქ არის ასევე ნინოშვილი თვითონაც გარდა იმისა, რომ აი ეთნოგრაფიულ მზერას ესვრის, აი ამ მისავე მშობლიურ გლეხობას, საიდანაც თვითონაც გამოსული არის და საიდანაც ყოველჯერზე ხელახლა გამოიბრძოლებს თავის თავს. ხო, ყოველჯერზე ხელახლა თავისი აი ამ რაღაცა ინტელიგენტური ფუნქციის შესრულებით ხელახლა ამტკიცებს და უმტკიცებს, თქვათ, აი ამ რაღაცა იმას, ხო, იგივე ელიტას ან თავისსავე იმ წარმოშობის იმ საზოგადოებას, რომ ის რაღაცნაირად ამოძვრა ამ იმიდან, ხო, ამ ხვრელიდან. და თან, რა თქმა უნდა, აქვს ეს სურვილი, რომ მიეშველოს ამ საზოგადოებას, ხო? იმიტომ რომ თქვათ, მას შეუძლია, რომ გადაიქცეს აი იმ ბოროტ მოსემწერლად, ხო, იმ ბიუროკრატად, იმ ძალიან დაბალი რანგის ჩინოსნად, რომელიც აი სოფლის კანცელარიაში ზის და უბრალოდ იმიტომ, რომ იცის ელემენტარული წერა-კითხვა და თქვათ, რაღაც რუსულად უბრალოდ იმ ბიუროკრატიული ქაღალდების გადათეთრება, რაც ხო, ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა იყო მაშინ, როცა ქსეროასლები ვერ კეთდებოდა. ამასობაში რომ მილიონაირ ქრთამ სითხოვს და 1000 ინტრიგაში ხლართავს ამ საწყალ უსოსურ გლეხებს. ხო, მეორე მხრივ შეგიძლია ამ შენი ინტელიგენტური უნარებით გახდე სპირიდონ მცირიშვილი, ხო, სოფლის მასწავლებელი, რომელიც ახსილი არის სურვილით, რომ რაღაც განათლება შეიტანოს და ერთგვარი ეს პროტო-რევოლუციონერიც არის როგორც ფიგურა. ხო, და ეს ფუნქცია რო აქვს ნინოშვილს ამავე დროს მას მაგალითად ანუ ვიცით რომ ქონდა ასევე შეთვისებული რაღაცა მომენტში აი ამ სოფელში იქაურ სასამართლოში აი წერლის თუ კანცელარის ფუნქცია და ერთგვარ როგორც ლიტერატურაში ისე პრაქტიკულ ცხოვრებაშიც გარკვეულ შუამავლობასაც ცდილობს აი ამ მიუსაფარ დეზორიენტირებულ გლეხობასა და აი მოდერნულობის სისტემას შორის, რომელშიც ის თვითონ ჩაწერილია, როგორც მისივე აღმასრულებელი, თუნდაც ძალიან დაბალი რგოლის ჭანჭიკი. მაგალითად ესეთი მოგონება არსებობს, რომ ესე იგი გლეხმა მოკლა თავადი გურიელის მეცხვარე ძაღლი, ოღონდ ეგონა რომ გელი იყო და ანუ სასამართლოში დაიბარებენ ამ გლეხს და ვერ ისაზრებს ეს კაცი რომ თქვას რომ ანუ ეგონა რომ გელი იყო და არ ქონდა განზრახული, იმიტომ რომ ანუ ძველი ადათობრივი წესით ამ გლეხისთვის, ასე ვთქვათ, სამართლებრივ სფეროში არ არსებობს ვთქვათ ისეთი პრინციპი, როგორც არის სუბიექტური შერაცხადობა, პასუხისგებლობა, განუზრახველობა და ასე შემდეგ. ხო, ის რაც ვთქვათ, ან შეგიმსუბუქებს დანაშაულს, ან მოგხსნის ბრალს. ხო, თუ რაღაცა ჩაიდინე, შენ დაუნებურად რაღაცას ბედისწერასავით, პრინციპში რაღაც ობიექტური დაღივით ეს უკვე სრულიად წარუშლელად შენს ბრალად ითარგმნება. ხო, გარდა იმისა, რომ თქვათ, მე რა თქმა უნდა, კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე გადადიოდა ძალიან ხშირად ეს ბრალეულობა, ხო? და ნინოშვილი, რომელიც იმ მომენტში იქ არის, ასე ვთქვათ, უკარნახებს ამ კაცს, რომ ბიჯო, მას ქენიო, თქვიო, რომ გეგონაო, რომ ეს გელის მოკლა გინდა სინამდვილეშიო და ვერ მიხვდიო, რომ ეს ძაღლი იყო. და ამას რო იტყვის ეს გლეხი, ნუ დაძვრება ამ შარიდან და ხო, ანუ გაუმართლა ასე ვთქვათ, ის რომ ნინოშვილისნაირი ეს კეთილმოსურნე, ინტელიგენტი შეხვდა მაშველად. მაშინ როცა ვთქვათ აქვს ესეთი მოთხრობა მონადირე ნინოშვილს, რომელშიც გამოყვანილი არის პრინციპში ეს ბეჟანი არის ეს მონადირის ტიპი, რომელსაც ეზიზღება რკინიგზა, იმიტომ რომ ახალგაყვანილი რკინიგზა, იმიტომ რომ იმან ტყიდან ასე ვთქვათ გამოიწვია ეს რომ განიზიდა ირემი
ამ რკინიგზის ხმაურმა და მაშინ როცა თქვა პატონობა იყო მეტნაკლებად რაღაც საერთო საკუთრებასავით იყო ეს ტყეც და იქ ყველა შეეძლო თავისუფლად ნადირობა აწირაც პატონობა გადავარდა კერძო მესაკუთრებად დაეუფლნენ უკვე ეს ყოფილი მებატონეები ამ ტყეს და ну ერთ იმ ყოფილ მებატონეს დაელაპარაკება ბეჟანი და თხოვს რომ მინდა რომ ვინადირო და იმისგან იღებს სიტყვიერ დაღმობას, მაგრამ რომ მოინადირებს დანარჩენი მესაკუთრეები აუხირდებიან და სასამართლოში უჩივლებენ და ეს გლეხი რო იტყვის რომ კი მაგრამ სიტყვა მქონდაო მე დიდი კაცისო სასამართლო ითხოვს წერილობით საბუთს და ეს ხო ისევ და ისევ სრულიად აი ამ რაღაცა მოდერნული სამართლის პრინციპით რომელიც განსაზღვრავს იმას რა შეიძლება იყოს მტკიცებულება ხო მაშინ როცა ბეჟანი ეუბნება რომ რა თმინდა დიდი კაცის მართალ სიტყვაზე და ფიცზე უფრო მტკიცე საბუთი და ნუ არაფერი რა თქმა უნდა ეს არ შველის და აღმოჩნდება აი ამ აბსოლუტურად მართლა რაღაცა კაფკასეულ სასამართლოს სიტუაციაში რომელიც მართლა თან კოლონიურ ასე ვთქვათ წახნაგს შეიცავს ხო იმით რომ უბრალოდ ის კი არ არის რომ რაღაც კანონი გაუგებარია და სამართალი როგორ მუშაობს გაუგებარია ანუ რუსულად წარმოებს ხო მაშინდელი სამართალი და ეს უშიშარია იმ ბუნებას შეკინებული ბეჟანი აბსოლუტურად დაზაფრული არის აი ამ ვექილის რუსული ლაპარაკის ხო იმ კალმის მხაჭაფხუჭის და იმ საჯულის მდუმარების წინაშეო და თან თუ მუთარგმნიან ყველაფერს თარჯიმანი ხომ მაგრამ მაინც არის ის იმიტომ რომ აპელაციაში შეგიძლიაო შეიტანო ეუბნებიან ეს განაჩენი და არ იცის აპელაცია რა არის და რჩება ესე დაზარალებული მეორე ძალიან საინტერესო ჩანახატი აქვს ნინოშვილს რომელსაც სრულიად უაზრო თქვია კაცია და გუნება აი ყველაზე უფრო უაზრო გამოთქმა რაც კი არსებობს ქართულ ენაში გამონათქვამებს შორის და მანდაც აი ეს რაღაცა კაფკასეული სიტუაცია არის აღწერილი ძალიან საინტერესოდ თავისი ესეთი კოლონიური ელფერით და მანდ ჩანს აი ეს რაღაცა ნინოშვილის მიერ აღწერილი წვრილმანი ჩინოვნიკებით თვითონ რომ თვითონ უნდა მაღლა იდგნენ ხო აი უწიგნურ გლეხობაზე თვითონაც როგორ არიან დაკარგულები აი რაღაცა იმპერიული რუსულად წარმოებული სამართლებრივი ადმინისტრაციული წესრიგის თარგმანში ხო ესე იგი არის სცენა რომ აი სოფლის კანცელარიის წინ რომელიც ყველაფერს მოიცავს ხო იქ სამართალიც იქ წარმოებს რაღაცა პოლიცია შეიძლება ის იყოს და ამ შემდეგ სხედან გლეხები სხვადასხვა თაობის და იმ კანცელარიის ბანზე არიან შეკრებილები ნუ ეს ადგილობრივი ასე ვთქვათ ძალაუფლების პრობლემები და ვთქვათ იქნება ეს მღვდელი რომელიც ძალიან კუდგაბარებული არის ამ ადმინისტრაციასთან თუ ვთქვათ ეს მწერალი რომელიც ასევე სრულად გაიძვერა პერსონაჟი არის და მოდის ადგილობრივი ვედომოსტი რუსულად დაწერილი ეს რაღაცა არ ვიცი რამდენ ხანში ერთხელ გამოდიოდა ეს ისინი ხო უწყებანი ოფიციალური განცხადებებით რომელშიც აღმოჩნდება რომ ესე იგი არის რაღაცა ობიავლენიე ხო განკარგულება თუ განცხადებასავით რომელსაც ესე რუსულად კითხულობს ეს წერალი რომელიც ცნობილი სტაბლული არის იმიტომ რომ რუსული იცის და ესე იგი სრულიად სადისტური სიხარულით მიეგებება ამ გლეხებს და ეტყვის რომ აი ამ ობიავლენიემო აღადგინაო როზგიო გლეხების მიმართო შეგვიძლია ნებისმიერ მომენტში გაგროზგოთო ესეთი ცუდები რომ ხართო ნუ ეს გლეხები სრულიად შეიძვრებიან იმიტომ რომ ეს როზგი არის განსხეულება იმისა იმ ტიპის საშიელისა რომელიც აბსოლუტურად არა ადგილობრივია, ну, რუსული სასჯელია, ასე ვთქვათ, ეს განიხილება და აბსოლუტურად პატივის ამყრელ რაღაცად მიიჩნევა. ოღონდ ხდება რა, რომ ამასობაში ეს მღვდელი, რომელიც ასევე ბანზე არის, გამოართმევს ამ გაზეთს, ამ მავნე წერალს.
და წაიკითხავს და რუსულადვე უწყებს ახსნას ამ წერალს, რომ არ წერია ეგო რაც შენ წაიკითხეო, ოღონდ ამას ეუბნება რუსულად. ამ წერალთან რჩება ეს ინფორმაცია და ვერც გლეხები და ვერც ჩვენ ვერ ვიგებთ რეალურად რა წერია იმ ობიავლენიაში და ნუ ეს გლეხები სრულად დაზაფხულები ისევ გაერიდებიან ამ კანცელარიას და ჩამოსხდებიან და იწყებენ იმაზე მსჯელობას ანუ როგორი მართლაც სრულად ღირსების ამყრელი არის ეს როზგი და როგორ ნუ მისტერიან ფაქტობრივად იმ ბატონყმობის დროინდელ აი მამაპაპურ ადათობრივ სამართალს რომელიც რა თქმა უნდა ძალიან მკაცრი იყო იმის მიმართ ვინც სოციალური კიბის მწოდებრივი კიბის დაბალ საფეხურზე იყო და ამბობენ რომ ცხვირის მოჭრაც იყო იქ თვალის დათხრაც იყო ანუ საშინელებები იყო იდეაში ფიზიკურად როზგზე ბევრად უარესი რაღაცეები იყო მაგრამ იმის გამო რომ რაღაცა ტიპის აი წყობრის საზრისის რაღაცა კოორდინატებში ეწერებოდა ეს ყველაფერი ის სასჯელიც ფაქტობრივად რაც არ უნდა ფიზიკური ზიანი დაეტოვებინა შენთვის შენ გტოვებდა ან ჩაგწერდა ხელახლა ისევ იმ საზოგადოებაში რომელიც აი ამ ძალიან სასტიკი, მაგრამ მაინც რაღაცა აზრის მქონე კანონით იმართებოდა. ხო, აქ საუბარი იმაზე, რომ რაღაცა ადამიანის ესეთი ხატება არის, რომელიც იმ თავითვე ყოველთვის რაღაცა კონკრეტულ სოციალურ კულტურულ წესრიგში ჩართული არის, ხო? ეს არ არის რაღაც აბსტრაქტული არსება, რომელიც მართლა ესეთი განზოგადებული მოცემულობა არის ამ და როგორც წესი, ხო, უმეტესობისთვის თან ეს ისეთი მდგომარეობა ეგზისტენცია, რომელიც რაღაც ტიპის დაქვემდებარებას შეიცავს რაღაცა უფრო დიდ ძალაუფლებრივ წესრიგთან და ამიტომაც რაღაცა ეს მიმღებლობა და თითქოს ბუნებრიობა ამ გლეხებისთვის იმისა რომ თუ დასჯა არის ის მირჩევნია იმიტომ რომ ის რაღაცა მაინც ადამიანობას მინარჩუნებს და ღირსებას მინარჩუნებს და კონკრეტულ ბერკეტებს მაძლევს იმისა რომ როგორ მოხდეს რეგენერაცია თუნდაც ჩემი სტატუსის ამ საზოგადოების ფარგლებშიაც აბსოლუტურად ანგრევს ეს როზგის ინსტიტუტი. და ანუ რაც შეეხება იმას რაც წერია აი იმაში იმ ვედომოსტიში, ხო? ესე იგი გამოდის რომ გვაქვს რაღაცა კანონი, რომელიც არ იკითხება, მაგრამ რომელსაც ძალა აქვს, ანუ არ მიდის არსად, ხო? ისევე როგორც ვთქვათ, ეს რაღაცა ეს კანოლი არის, როგორც ეს ლოიანი კანოლი არის ის დამახინჯებული ფორმა, რასაც ვთქვათ მოსემწერალში იყენებენ გლეხები, რომლებიც უცდიან კანცელარიაში აი ამ წვრილმან ბიუროკრატს ათასნაირ ადმინისტრაციულ საქმეზე და ეს კანონს რო რაღაცა თავისთავადი ძალა რო აქვს, რაც არ უნდა უსამართლო და გაუგებარი იყოს, თუნდაც ისევ და ისევ ძალიან ისე კაფკიანურად აისახება იმაში, რომ არაფერს არ ემორჩილება, თქვათ, ის თუ როდის ინებებს მოსემწერალი, რომ აუდიენცია დაუთმოს ამ გლეხებს, ან თქვათ, რაღაც საბუთი გაატანოს, რაღაც საბუთი დაუმზადოს და ასე შემდეგ და აი ამ რაღაც აბსტრაქტულ სრულიად ყოველგვარი საზრისისგან დაცლილ რაღაც ინდიფერენტულ დროში უწევთ ლოდინი ამ გლეხებს და ამ მოცდენა, თქვათ, იმ ყანაში სამუშაო დროის ისევე როგორც უწევთ თვითონვე დაარღვიონ აი ის წმინდა უქმეები, რომლებიც აი მამაპაპურ დროს დაცული იყო ყველას მიერ და რომელიც ასევე რაღაცა აბსოლუტურად თვისობრივად ძალიან წყობ ლოგიკურ შინაურულ დროით სტრუქტურაში აცხოვრებდა ამ გლეხებს, ხო, რაღაც ტიპის ესეთი კალენდარი იყო, რომელიც დასერილი იყო აი ამ ქრისტიანული დღესწაულების და უქმეების მეშვეობით დასერილი იყო რაღაცა ესეთი ანუ საზრისით სავსე იყო ასე ვთქვათ და თან აღიქმებოდა როგორც ბარაქის მომტანი ვთქვათ თუ უქმეებს დაიცავდი. ეხლა ეგეც არ არის და თან ანუ რაღაც ისეთ სრულიად უგემურ ნეიტრალურ ინდიფერენტულ დროში ხარ გადასროლილი აი ამ ლოდინის რეჟიმში, აი ამ რაღაც მოდერნულ ბიუროკრატიაში და მოსემწერლის ხელში რო ხარ თან მაინც და მაინც ჩავარდნილი რომ ანუ არც ის აღარ გცალდება და ესეც სრულიად
პასიური მორჩილების სიტუაციაში გამყოფებს, სადაც ერთადერთი რაც უბრალოდ შენ მორჩილებაში გტოვებს არის ის, რომ რაღაცა ტიპის მართლა ჯადოსნური ზეგავლენა აქვს აი ამ კანონის იდეას, ხო? იმას რომ ამ კანონს თავისთავადი რაღაცა ძალა აქვს, რომელიც მიღმაც ოღონდ ყოველთვის როზგი არის, იმიტომ რომ ფაქტობრივად არაფერი გარდა იმისა, რომ უბრალოდ ეს კანონი ისედაც არ გესმის და შეიძლება არ იკითხება და შეიძლება ეს ჩახლართული იყოს, რომ თლათ რუსული სპეციალისტი იყო, ვერ გამოიტანო აზრი, ანუ ეს როზგი, როგორც ერთადერთი ეს რაღაცა, რაც მართლა სუბსტანციურია, რჩება აი ამ ყველანაირი ფარატინა ნაწერების მიღმა, როგორც ერთადერთი რეალური ნაღდი რამე, ხო, როგორც წმინდა აღსრულება, ასე ვთქვათ, ხო? ხო, და რომელიც არის ასევე სრულიად ის რაც სრულ დეჰუმანიზაციას იწვევს შენსას, იმიტომ რომ ყოველგვარი რაც გასაგები წესჩვეულებიდან ამოგაგდებს, ხო? ხო, და აი ეს არის მართლა ის ადგილი, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნინოშვილი რაღაცა ძალიან ხშირად აი ესეთი აი ამ ბიუროკრატიული აი ამ მოდერნული სამართლის და აი ამ კოლონიური აი სადამსჯელო ადმინისტრაციული აპარატის აღწერისას რაღაცა ესეთ მართლა კაფკას და გოგოლის და თქვათ იქ აი ბიუროკრატია კალმის მხაჭაფხუჭის აღწერისას აი მელვილის ბარტლობის დონეზე ნამდვილად ადის თუ ჩვენებურად რაღაცა რუქას შევქმნით ამ სხვადასხვა მოთხრობებიდან დავაჯამებთ რაღაცა ამ სოციალურ ძალაუფლებრივ მიმართებათა იმას ხო ქსელს ისე რომ ოღონდ თქვათ საბჭოთა კრიტიკოსებივით არ ვეცდებით რომ რაღაცა იერარქიზაცია მოვახდინოთ ხო რაღაცა უფრო მაღლისკენ სულა დავსახოთ არამედ პირიქით აი ეს რაღაცა კოლონიური გაჭედილობა ხო ამ მოდერნულობის პროექტში გახლართული გლეხების შემთხვევაში. ხო, და მივადექით ახლა პრინციპში ჩვენს ბოლო მთავარ მაგალითს გოგიაუიშვილს, რომელიც აღწერს აი ამ ღარიბი გლეხის ოჯახს კალანდის წინა და კალანდა დღეს, ხო? ასე იგი, რაც გურიაში არის დასავლეთ საქართველოში ეს ახალი წლის პირველი დღე და იძლევა ეს ეთნოგრაფიულ ესკიზს იმისა, როგორ აღინიშნება კალანდა მთელი თავისი ამ ჩიჩილაკით და ყველაფრით, როგორც მანამდე უკვე ვახსენე, მაგრამ თან ანუ მართლა ისეთ შრეებში აღწევს უკვე აქ ნინოშვილის ლიტერატურა, რომ ძალიან რთული კლასიფიცირებადი კლასიფიკაცია ხდება რა შრება ნინოშვილი. თქვათ ვიღაცები ცდილობენ რომ სოციოლოგიურად მოარჯულონ, ხო, თქვათ ნინოშვილი დასახონ როგორც აი ეს ბეჭავი გლეხი, რომელიც მუშად გადაიქცეოდა ის რომ თქვათ ბათუმში წასულიყო და იქ პირველი რევოლუციის დროს იქნებოდა ესეთი პოლიტიზებული, მობილიზებული გლეხი და ასე შემდეგ. ან ვიღაცა თქვათ რომ კიბეს რო სახავს, სადაც უიშვილის შემდეგი საფეხური სიმონა არის და იმის შემდეგ კიდე უფრო ვიღაცა ორგანიზებული კოლექტიური გლეხობა, აი ამის მიღმა რაღაცა კიდე ესეთი განზომილება იშლება, რომელიც ისევ და ისევ აი მოუთვინიერებელ, აი შემზარაობის რაღაცა და სრულიად დაუყვანელ ნულოვან წერტილთან გვაბრუნებს. და თავარი რაც პრინციპში აი არ დაყოვნებულა უმეტესობა კრიტიკოსებისა ამ მოთხრობის განხილვისას ეს არის თქვათ უიშვილის მიმართება ზოგადად დროსთან. ანუ ყავს თავისუფალი გლეხი, უკვე რომელიც დახსნილი არის პატიმრობიდან, ადევს ბევრნაირი ვალდებულება, გადასახადი საპატრონებელი ყავს ცოლშვილი, მაგრამ არის ეს კალანდა დღე, რომელზეც პრინციპში ადათით გეკუთვნის, რომ გჯეროდეს, რომ აი წრეულს მაინც რაღაცა უმჯობესობა იქნება. მით უმეტეს, რომ ანუ უიშვილი არის უკვე აი გართულებული ცხოვრების აი სიტუაციაში, ხო, მოდერნულობის მდგომარეობაში, სადაც ის აღარ არის ყმა, რომელიც აი თქვათ პატიმრობის ციკლურ
ციკლურ დინამიკაშია ჩართული, არამედ რაღაცა ტიპის პროგრესის, განვითარების, ცხოვრების გაუმჯობესების, თვით რეალიზაციას, რასაც ეძახიან ხო დღეს, მაგ პარადიგმაში უკვე ისიც განიხილავს თავის თავს და უნდა რომ რაღაცნაირად რაღაც წარმატება იქონიოს, თუნდაც მცირე ნაბიჯებით და მისი თავი პრობლემა არის ის, რომ არც ახლა მთლად უკან არ მიდის მისი საქმე წლიდან წლამდე, მაგრამ არც წინ არ მიდის. ანუ არის აი ამ ციკლურ ერთი ადგილის ტკეპნაში და ეს არის ის, რაც მას ათქმევინებს ხოლმე, რომ ეს რა ცხოვრება ნეტა მოუკვდებოდეო და ნუ ძოლეუნება, რომ სულ გაჩუმდი, ნუ ამბობ მაგას ცხოვრები ჩვენზე უარესად არიანო. და ეს კალენდა რო არის ეს ერთადერთი დღე წელიწადში, როცა აი ამ რაღაცა რელიგიური დღესასწაულის და თქვათ წმინდა ბასილესთვის ბარაქის შეთხოვნის მეშვეობით რაღაცა სიმბოლურად მაინც შეგიძლია რომ გაარღვიო აი ეს წრებრუნვა ხო აი ამ ყოველდღიური ჯაფის ეს არის ის რასაც ფაქტობრივად წაართმევს ეს კოლონიური ადმინისტრაცია, როცა მიუვარდება სახლში ადგილობრივი ქართველი ნაცვალი, რუსული ჯარისკაცების რაზმიანა, რომელიც ჩამომდგარი არის, რომ ეგ ფირალებად რო არიან გავარდნილები ვიღაცეები, ეგზეკუცია უნდა მოაწყონ, ხო? ეგ რაღაც რეიდებს აწყობენ და გლეხებს უწევდათ იქ, ვინც ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო ამ ჯარის დაპყრობა და ას გაგანია წინა კალანდის წინა დღეს, როცა რაც კი რამე აბადია მოჯახს ყველაფერს კლავს და ამზადებს ფაქტობრივად ხოვენ რომ დააპურონ ხო ანუ გაასაღონ ამ ჯარზე ხო და ნუ იშულს იმედი აქვს მაინც რომ ამ კალანდა დღეს არ დამუყავენო ხო რომ მაცლიანო რომ გადავიხადო და მე რაღაცას მოვახერხებო. მაგრამ ნუ იღებს იმას, რომ იქვე სახლში აწიოკებენ და გაამათრახებენ და შეურაცხყოფენ და წარეკავენ გაკოჭილს აი ამ სოფლის ადმინისტრაციაში, სადაც გონია რომ სამართალს იპოვის, მომთხარეს ქრისტიანი კაცი კალანდა დღესო და ნუ ითხოვს სამართალს და იქ უარეს მიიღებს ეს ნაჩალნიკი ადგება და საჯაროდ გააროზგინებს სხვების წინაშე, რაც ნუ ასევე ისევ და ისევ არის სრულ ყველაზე მძიმე პატივისამყრელი და ყოველგვარი ადამიანობის წარმართმევი, რაც კი შეიძლებოდა დამართნოდა, ხო ეს გაწყებულა გაროზგვა. და ნუ რომ ბრუნდება თავის ცოლთან ერთად სახლში, სრულიად პირქუში, ზის ღამით მარტო და გამთენიისას მამალი რომ დაიყივლებს, ანუ კალანდა დღე თენდება, ეს ჩეხოვის პისტოლეტივით კედელზე კიდია ეს მაჭახელათოფი, რომელსაც კალანდა დღეს ისვრიან ხოლმე და ადგება და ამ თოფს დაიხლის გულში და რასაც ასე იგი ამბობს ბოლოში აი ეს არის ასევე ერთ-ერთი იმ 25 წლის გამოცემიდან ეს უიშვილის გამათრახების სცენა აპოლონ ქუთათელაძის ილუსტრაცია რასაც ამბობს ბოლოში არის ძალიან საინტერესო ერთ-ერთი აი ყველაზე რთულად მოსახელთებელი ლაკონურესი პასაჟი აი ცნობილ თქვა აი სიკვდილის პირას ყოფი ცნობილი გლეხების ამ რაღაცა მონოლოგებს შორისაც ნინოშვილთან მრავლად გვაქვს არის რომ დაიხლის გულზე ამ თოფს და პრინციპში უკვე რომ გარდაცვლილი არის ბოლოს ამ გაუგებრად ამოილუღლუღებსო სიტყვას ეკითხოს რომელიც არის რომელიც ხოდა შორის პირვანდელ ვერსიაში რომელიც გვაქვს შემორჩენილი რაც არ არის ხოლმე ხშირი სახელმწიფო ყურღვინო თქვა ბევრად უფრო ბანალურად იყო ესე იგი ჩვენი ცოდვა ჰქონდეს ვინც სიცოცხლე მოგვისპო რაღაცა ესეთი უფრო
გაშლილი არტიკულირებული ვერსია, ხო, რომელიც ოღონდ მერე რომ ესე იგი იკვეცება და აი ესეთ სრულიად ეკონომიური სახით რომ აი ამ ჰაერში გამოკიდებულ ზმნად რჩება ეკითხოს, რომ ლამის უპირო ზმნასავით არის, ხო, რომ ვის ეკითხოს, ვინ ეკითხოს, რა ეკითხოს მოეკითხოს თუ რა იგულისხმება რომ ვერც გაიგებს წესიერად და ეს რომ მართლა უკვე ფაქტობრივად სულ გამოცდილზე რომ წარმოთქვამს ეს მისი თავი როგორც თქვათ იქ ხო კაციას სიზმარი როდის წლება რომ ვერ გაიგებ ხო თქვათ თავი რომ წაეცლება იმის მერე გრძელდება თუ არა რაღაცა ხანი მაინც იმ თავში ეს სიზმარი ეგეც რო არიცი თქვათ იქ პალიასტომის ტიპის ბოლოში რომ ეს ბოლო სიტყვებს რო ჩაუბრუნებს ეს პალიასტომის წყალი აზვირთებული წყალი ივანეს ხო აი სულ ესეთი რაღაცა ბოლო მომენტები არის სიცოცხლიდან სიკვდილში გადასვლის რომელთა ინსცენირებასაც ნინოშვილი ცდილობს ხოლმე და აი ესეთი მომენტია რომელშიც აი ეს ეკითხოს როგორც რაღაცა ბოლო გზავნილი გაჟღერდება ხო და რომელიც ასევე შეგვიძლია იმ განუკითხაობის კონტექსტში დავაკავშიროთ იმასთან თქვათ რომ ეს კანონი არ იკითხება რომ ანუ მომკითხავი არ არის არავინ ხო რომ განუკითხაობა და დამგვევს რომ არ იკითხება არაფერი ხო მაგრამ ანუ რეალურად იმის ფონზე რომ ესე იგი უიშვილის მთელი პრობლემა არის ის რომ ხო ანუ აღარც ხატია აღარც სამართალია აღარც ჯულია როგორც გაყვირის იმ სასამართლოში გაროს გვას რო უპირებენ რეალურად ის თავსწორედ იმიტომ იკლავს რომ უბრალოდ რაღაცა ტიპის უსამართლობას კი არ შეეჯახა რომელიც რაღაცნაირი გამონაკლისი არის ხო თავისთავად რაღაც არსებული სამართლიანობის უფრო დიდ მოცემულობაში ხო არამედ რაღაც ტიპის იმისი შეგნება არის უცებ იმის შოკის მომგვრელი შეგნება არის რომ უბრალოდ არ არის სამართალი საერთოდ არ არის ხო მით უმეტეს რომ გლეხიკაცისთვის ეს სამართალი და რაღაცნაირი ის წესრიგი რომელიც გააძლევს თქვათ ელემენტარ ყველაზე გაჭირებულ მდგომარეობაშიც კი იმის ძალას იმის სიქას რომ დღიდან დღემდე გაატანო და მართლა თავი არ მოიკლა ხო არის ის რომ აი რაღაცა ელემენტარული ფარატინა საზრისის აი მსაბურველი სახით რომელიც ხო რაღაც ორიენტაციაში გეხმარება არის თქვათ რაღაცა მეტნაკლებად აი რელიგიურ წარმოდგენებთან რელიგიურ ჰორიზონტთან გადაბმული ხო თქვათ ის რომ აი კალანდა დღე არის და ერთ დღეს მაინც გაქვს იმისი უფლება რომ რაღაცა ამ რიტუალური ზიარებით იმ წესებთან რომელიც ყველამ უნდა შეასრულოს რომ წმინდა ბასილეს მადლი მოიპოვო რომ ამითი რაღაცნაირად შენ ყველაზე ჩაგრულ მდგომარეობაშიც კი ასატანს გახდი შენს მდგომარეობას ანუ მაქედანაც კი რომ ამოაგდებენ ასე ვთქვათ უკვე მართლა საერთოდ აღარაფერი ხელმოსაჭიდი აღარ რჩება აი ის მართლა ფარატინა რაღაცა შრეც კი რომელიც იკავებდა ხო მას უიშვილს ეგეც კი ქრება ხო და აი ეს ეკითხოს აი ეს მართლა ჰაერში გამოკიდებული რაღაცა ეს ხო ხო ჰაერში გამოკიდებული ეს ერთი სიტყვა არის ფაქტობრივად ის რაც რაშიც არის ლიტერატურა მართლა ხო როგორც წერის კონკრეტული ტექნიკა აი ძალიან ესეთი ბაცი მჟუტავი სახით უბრალოდ გიტოვებს აი სამართლის შესაძლებლობისთვის მონიშნავს ხო სიფრთხილე ისე რომ არანაირი არც იმედი არ არის არც თქვა რაღაცა ტიპის ეს ღვთაებრივი რაღაც ჰორიზონტი არის ახება რომელშიც თქვა შეიძლება იქ ხო სადღაც უიშვილმა მართლაც სამართალი პოვოს და თქვა იქ მისი დამღუპავი დაისაჯოს და ასე შემდეგ ხო ანუ აი წმინდა წყლის აი ეს ერთი ამოთქმული ბოლოს ამულუღლუღებული სიტყვა რომელიც მარტო ნინოშვილს ესმის იმიტომ რომ კაცშვილი არ ესწრება ამას ხო და ეს არის მონოლოგი არის რომელსაც ვუაიერისტულად წაასწრებს ხო ნინოშვილი აი ამის მეტი არაფერი არ რჩება უიშვილის შემთხვევაში და მართლა შეიძლება ითქვას რომ შეიძლებოდა უიშვილს არ მოეკლა თავი და კიდე გაეძლო კალანდა დღეს რო არ დამთხვეოდა
ეს მისი მორიგი უბედურება, ხო? იმიტომ ეს არის რამაც ის გაიყვანა მართლა ადამიანობის აი თვისობრივი იმ სივრციდან, რომელშიც ის რაღაცა კონკრეტულ საზრესულ კოორდინატებში ახერხებდა, რომ ელემენტარულად გაეგნო და რაღაცა ადამიანური ღირსება შეენარჩუნებინა თავის თვალში და აქაც ბოლოს ცოლი რო გაიღვიძებს მარინე თოფის გავარდნაზე და მსიბნელეში რო გავა წამოკრავს ფეხს რაღაცა რბილ საგანს და უბრუნდებით ფაქტობრივად აი იმ ბნელი საგნის აი იმ გვამის წმინდა მატერიალურობას, აი იმ სრულად უაზრო მატერიალურობას, რომელიც დარიას შემთხვევაში ვნახეთ დასაწყისში, ხო? აი ეს არის ის რაღაცა განზომილება, რომელსაც მართლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ და ვერ უსწორებდნენ თვალს განსაკუთრებით აი საბჭოთა მემკვიდრეები არ ყოფნდებოდნენ ამ შრესთან ნინოშვილის ლიტერატურის და შეიძლება ეს იყოს ის რითიც ჩვენ საიდანაც ჩვენ შეგვიძლია, ხო, დავიწყოთ მუშაობა, რაღაცა ალტერნატიული ხაზი გავჭრათ, ასე ვთქვათ, ამ შრის მოხაზვით და ეს იყოს ის მემკვიდრეობა, რომელსაც, რა ვიცი, ჩვენ ავითვისებთ, მაშინ როცა არავის არ უნდა და ეს მემკვიდრეობა აეთვისებინა, ხო? და შეიძლება ეს იყოს მართლა ის რაც რაღაც ტიპის, რა ვიცი, აქტუალობა დავარქვათ თუ რაც გინდათ რაც აქტუალობა შესცენს ნინოშვილს, ისე რომ არ არის აუცილებელი ის გადაიქცეს რაღაცა ტიპის მორიგ მამათ, ასე ვთქვათ, ხო? ხო, მაგრამ რაც გვანახებს იმას, რა იყო ის ანუ როგორ ანუ რა არის ის დრო, რომელსაც ის თვითონ არტიკულირებს და რა არის ის, რაც მას უდროოდ აქცევდა მისი მემკვიდრეებისთვის, რაც შეიძლება მას ისევ და ისევ ერთის ძალიან დროულად და ძალიან უდროოს ხდის ჩვენთვისაც, ხო? თქვა იმ კაჭარავასეული აჩრდილისა არ იყოს როგორი სახითაც ის დაძრწის კულტურსა თბილისის ქუჩებში. თან შეგვიძლია ახლა ვიკამათოთ, ხო, რომ თქვა რაც ნინოშვილმა აღწერა უიშვილის სახით ეს თქვა რაღაცა სრულიად დეპრესიული მოცემულობა თუ თქვა როგორც ხშირად ცდილობდნენ წაკითხვას იმდენად ნეგატიური არის, სადაც აღწერს, რომ ეს ხდება ტრიგერი იმისა, რომ რაღაცა თქვა აღგანთოს მოქმედებისკენ. თქვა მიხაცხაია, მე ბოლშევიკი ამბობს, რომ მე თქვა მუშებთან ჩემი ერთ-ერთი მთავარი საკითხავი მასალა, მათი თქვა მათთან პროპაგანდის გაწევისას იყო ნინოშვილის მოთხრობებიო, ითიც ნუ ერთის მხრივ თქვა რაღაცა კაპიტალისტურ წყობას, თუ არ ვიცი რას უხსნიდან, მეორეს მხრივ რაღაცნაირად თითქოს აი ამ ბრძოლის სულისკვეთებას შთაუნერგავდა, ხო? რაც ნუ ბევრი სხვა ავტორისთვის დამაჯერებელი არ არის, იმიტომ რომ პირიქით თქვათ ესეთი ცნობილი რუსი კრიტიკოსი იყო გოიცევი, რომელიც საბჭოთა პერიოდის რომელიც ამბობს, რომ აი ეს გამაოგნებელი პასიურობა არის ამ გლეხების, რომელიც უბრალოდ შეუძლებელს ხდის, რომ ეს ავტორი აღიქვა როგორც რამე ესეთი გარდა ძალიან შორეული წინამორბედისა იმისა, რაც მე მართლა მოხდა უკვე, როცა ეს გლეხებიც და ინტელიგენციას და ყველა მობილიზდა და მოახდინა რევოლუცია და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ანუ ეს რაღაცა იმდენ ნაკვალებს ტოვებს მართლა ეს ლიტერატურა, როგორც ლიტერატურა, რომ ძალიან ბევრნაირი მიმართულებით გვაძლევს საშუალებას პროდუქტიულად ავამუშაოთ ის რაც მოცემული არის, ხო, ამ ტექსტებში. და უბრალოდ ანუ დასასრულისთვის აი წინა ლექციის კითხვას რო დაუბრუნდე, ოთარმა რო დასვა, ხო, რომ ეს რა მხრივ გამოდის ნინოშვილი დამფუძნებელი რაღაცის, ხო, როცა არც პარტია დამფუძნებია და კაიხანი არაფერი გარდა წერა-კითხვისა არ უქნიათ და ისედაც ნუ ძალიან ცოტა რაღაც დატოვა საბოლოო ჯამში. ანუ აი ამ კითხვას რო ვსვამთ, ისევ და ისევ თქვათ იგივე აი ეს ახლა დღეს რაც აღწერეთ, რა ტიპის ნინოშვილიც აღწერეთ, ეს და რომ ამბობთ, რომ ეს თქვათ მემკვიდრეობად შეგვიძლია
ვაქციოთ რაღაცა ისეთ მომენტში, სადაც რბილად რომ თქვა ასევე თლათ სამართალთა კანონთან თლათ დალაგებულად ვერ ვართ, არის ის რომ სულ არ არის იმაზე საუბარი, რომ მართლა რაღაც ალტერნატიულ მამად დავსახოთ, ეხლა ეს ჩავანაცვლოთ, რა ვიცი, ილია ჭავჭავაძე, როგორც საქვეყნოდ აღიარებულია ეს ერის მამა, რაღაცა ალტერნატიული მემარცხენე სახის მამით, ხო? რაღაცა ეგეთი. ან თავარი აქ ვთქვათ მიზანი ყოველ შემთხვევაში ჩემი არის ის რომ ვაჩვენოთ არა ის რომ ვთქვათ იყო ეს ერთი დიდი დიადიკაცი ილიასახით და აქეთ ვთქვათ ეს კონტრ დიადიკაცები როგორც პარალელური ხაზი, პარალელური ტრადიცია, არამედ თვითონ ის მექანიზმები წარმოვაჩინოთ, იმ მექანიზმების დეკონსტრუქცია მოვახდინოთ, რომლებიც აი ამ რაღაცა დიადი ადამიანების ფიგურებს წარმოშობდა, რომელიც მათ ანიჭებდა, რომელიც მათ დატვირთავდა რაღაცა განსაკუთრებული საზრისით და მიზნობრიობით, ხო? და გვინდა წარმოვაჩინოთ, აი როგორც ეს ნინოშვილი როგორ წერს, ხო? თქვათ რა ტიპის ფილოლოგიურად რო ვარჩიოთ, თქვათ იქ დიალექტს როგორ ხმარობს, თქვათ იქ როგორ წარმოაჩენს ამ დისტანციას, თქვათ თავისი ამ ინტელიგენტური მზერით, ამ გლეხებზე, თავის სოციალურ დისტანციას დაბალფენებთან და ამ შემდეგ ეს რა ტიპის პოლიტიკას შეიცავს, აი ეგ სამზარეულო, აი ეგ სახელოსნო გავაშიშვლოთ, ასე ვთქვათ, ხო? რაც პრინციპში არის ის სამუშაო, რომელიც არც ერთ აი ამ წინა პერიოდების ამ თვისებლებს არ ჩაუტარებიათ, ხო? პირდაპირ მიდიოდნენ აი ამ ნინოშვილის როგორც რაღაცა ხალხის გულის მესაიდუმლის რომელიღაცა ვარიანტთან და მაქედან იწყებდნენ სრულიად უშუალოდ მსჯელობას იმაზე, რომ აი რა მაგრა აღწერა, თქვათ ნინოშვილმა რაღაცა გაჭირებული გლეხების ყოფა, გასაგები რა აღწერა, მაგრამ ხო, მე რა ხდება, ხო, უკვე როცა ჩაეძიები აი ამ კონკრეტულად ლიტერატურის მუშაობას და იმ პოლიტიკურ ნაკვალებს, სადაც ის ტოვებს, ხო? და ამიტომ არის ეს ინფრასტრუქტურა, რომელშიც ეს ქსელი, წიგნიერების, პრესის, სხვადასხვა ჟანრების, ფორმატების, რომლებშიც, თქვათ, ნინოშვილისნაირი უსახელო ტიპიც და თქვათ, ილია ჭავჭავაძისნაირი სტატუსიანი თავადიც ერთნაირად რაღაცა, ესეთი უფრო კვანძის ფუნქციას ასრულებს, რაღაცა უფრო რთულ ქსელში, აი რაღაცა მაგის ჩვენება გვინდა, ვიდრე იმისა, რომ რაღაცა დიადი ადამიანები რაღაცა ერთი ცალკეული განსაკუთრებული პერსონები წარმოვაჩინოთ როგორც ხო მთავარი მიმართების წერტილი, ხო? და ამ ქსელში როგორი სხვა ტიპის ინტელიგენტი შეიძლება იყო უკვე ნინოშვილისგან განსხვავებული ჟანრობრივათაც და თქვა მთელი იმ თქვა სოციალური პირობების მხრივაც, რაც წინაზე აღწერეთ, და თქვა შემდეგში უკვე ჟორდანიას მაგალითზე ვნახავთ უკვე წმინდა თეორიულ სამუშაოში ჩართული მარქსისტ ინტელიგენტი რა ფუნქციას ასრულებს. ხო თქვა რო ითვლება რომ ესე ჟორდანია იყო თავი ამ ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის და ნინოშვილი იყო გული თუ ანუ ფერმწერი. ნუ თქვა ჯიბლაძე ან ვიღაცა იყო ხელი პრაქტიკოსი და ასე შემდეგ. ხო, მოგეთ ანუ აქ რაც მოვხაზეთ ამ ლექციებში, რაღაც მოტივები არის, რაღაც ხაზები, რომლებიც სულ დაგვიბრუნდება იქნება ეს ხალხი, როგორც ვთქვათ, რაღაცა ტიპის აღწერის ობიექტი, თუ ხალხი როგორც სუბიექტი უკვე პოლიტიკური და ამისი აღწერა როგორ ხდება, ვთქვათ, სხვადასხვა მედიუმებში ეს ხალხი თვითონ რო გადადის რაღაცა მომენტში მე უკვე პასუხის გაცემაზე და წერა-კითხვას რო სწავლობს და თვითონ რო იხსენებს თავისავე ისტორიას, აი წინაზე რო საბჭოთა დროინდელი მემუარებიდან რომ მოვიტანეთ მაგალითი ხო, მაგას უფრო ფართოდ გავშლით, აი სამართლის კრიზისი რო დგას, ამას როგორ პასუხობენ თქვათ იმ ცნობილგურის რესპუბლიკაში და ასე შემდეგ, ნუ ყველაფერ ამას რაღაცნაირად ხელახლა მიუბრუნდებით შემდგომი ლექციების თემატური ფოკუსის და მიხედვით. და ხო, რა ვიცი, შეგვიძლია მე მგონი აქ დღეს მოვრჩეთ და კომენტარი და კითხვები თუ არის, გადავიდეთ მაგაზე. გამარჯობა ოთარ ხელაძე.
მე პატარა კომენტარის თუ კითხვის სახით მექნება, უშუალოდ იმაზე რომ საუბრობთ, თქვა ნინოშვილის ლიტერატურა შეიძლება იყოს აღწერითი, თქვა და ანუ ეს შეიძლება შეფასდეს როგორც რაღაც უარყოფითი ან თქვა ზედმეტად ზედაპირული რაღაც მიდგომა ამ ტექსტების წაკითხვის. ხო არ შეიძლება რომ პირიქით დავინახოთ ეს და თქვა ეს აღწერითი წაკითხვა ამის შეიძლება იყოს უფრო ასე ვთქვათ ინტერპრეტაციის საშუალება და ვთქვათ ის რომ ვთქვათ ნინოშვილს ეს თავისი ლიტერატურა რაღაც კონკრეტულ ჩარჩოებში მოექცია, თუნდაც იქნებოდა ეს რაღაცა რევოლუციური კონტექსტი, ის რაც იყო მაგ პერიოდში, ეს ხო არ იქნებოდა უფრო ასე ვთქვათ ჩარჩოებში მოქცეული და უფრო რაღაცნაირად ისე დანახული, როგორც ლიტერატურული ნაშრომი, უფრო რაღაცა ვთქვათ მე როგორც გააკეთეს რა საბჭოთა კავშირში შეიძლება ვთქვათ იმ პერიოდშიც ასე მომხდარიყო და ის რომ ვთქვათ რაღაცას აღწერს დრამატულად და რაღაც კონტექსტს განახებს, ხო? ეს მე ვთქვათ შეიძლება ამიტომაც გახდა შემდეგ ამ ვთქვათ თეორეტიკოსების თუ პრაქტიკოსი ვთქვათ პოლიტიკური მოღვაწეების რაღაც ინსპირაციის წყარო ხო შეიძლება რომ ასე დავინახოთ. ანუ თუ სწორად გავიგე რომ თვითონ ეს როგორც აღწერს ის შეიცავს რაღაცა ტიპის პრაქტიკულ მას თუ ანუ კიდევ ერთხელ რომ მასაკნა. ის რომ აღწერს რაღაცას და ანუ არ გეუბნება ღია ფინალს კიდევ და არ გეუბნება რომ თქვათ ეს რაღაც რომ მოხდა თქვათ ამ გლეხების სოციალური ჩაგვრა არის რაღაცა იმპერიალიზმის ბრალი სიტყვაზე ხო ანუ ამას პირდაპირ არ გეუბნება თუმცა რაღაცნაირად ანუ შენ თვითონ შენში იწვევს ისეთ მდგომარეობას რომ შენ თვითონ მიდიხარ იმ პასუხამდე თუ რაღაც ანუ ეს რაღაც ლიტერატურული ხერხია აი უიშველის შემთხვევაში ესეა მაგალითად რას დავინახე რომ ანუ ეს ყველაფერი რაღაც არ წერს, მაგრამ აი შენ თვითონ ხედავ ამ ყველაფერს და ანუ შენში იწვევს ბრას თუ რაღაც პროტესტს რა. კი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის, იმიტომ რომ და საინტერესოა რომ იწვევს სწორედ აი უიშვილი ან რაღაცა მართლა რაც ლიტერატურად ყველაზე კარგად დამუშავებული ნაწარმოებებია ნინოშვილთან ეგენი იწვევს ყველაზე ესეთ ემოციურ ეფექტს ხო მაშინ როცა არის გარკვეული ნაწარმოები რომელიც მართლა უფრო სქემატური რჩება და უბრალოდ ნუ ხედავ რომ ინტელიგენტმა აღწერა ჩაგრული გლეხობა და რაღაცნაირად შაბლონების სახით არის მოცემული ყველა კომპონენტი და შენც რაღაცა უფრო ესე მათ უდგები დისტანცირებულად და თქვა ეგ რომ ისე რომ არ უწევს დაგიღეჭოს და იქ ბოლოში რაღაცა აკამორალი დაგიწეროს რომ კითხველო ესე იგი ეხა ნინოშვილის უიშვილის უბედურება შენ უნდა აღიქვა ესე და აი ესე უნდა იმოქმედო ან რაღაცა ეს იქნებოდა გამოსავალი ხო ეს ამას რო არ შვრება ეს პირიქით მაშინ როგორც იტყოდნენ ანუ ითვლებოდა უმაღლეს ოსტატობად რეალისტი მწერლისთვის რომ ისე ახერხებ რომ აღწერო ეს რეალობა რომ თან ეს კრიტიკული მზერით გამშვალო კრიტიკულად აღწერო ხო თქვა გაშიფრო ის უსამართლო სოციალური წყობა რომელიც გაბატონებულია მაშინ და ეს აქ რაღაც ტიპის აბსტრაქტული აღწერები კი არ დაგჭირდა, არამედ უშუალოდ სიტუაციებშივე მოახერხო ეს განასხეულო, ასე ვთქვათ. ეს არის რაც ითვლებოდა, რომ იყო აი რეალისტი ლიტერატურის მართლა ყველაზე ესეთი უმაღლესი ოსტატობის ნიშანი. მაშინ როცა თუ შენ გიწევს რა ესე დაღეჭო და აი მკითხველო ეს ახლა ამას ნიშნავს და ასე წაიკითხე, ეს ითვლებოდა უკვე ტენდენციურობას უწოდებდნენ მაგას და ხანდახან არის ხოლმე აი იგივე მონადირე რო ვახსენეთ იმაში არის სწორედ რომ თვითონ გიღეჭავს თითქოს გეუბნება ანუ არ არის საკმარისი რაც აღგიწერს რომ შეიძლება თვითონაც არ ჯერა რომ თლად ბოლომდე მასაკნა მოახერხა რომ აი ამ რაღაცა სიუჟეტში თუ რაღაცა კონკრეტულ სცენაში თუ ჟესტში მოექცია ეს თქვათ ის სოციალური კრიტიკა რაც განზრახული აქვს. აი ეს რაღაც ტენდენციურობა უკვე მართლა პუბლიცისტურ ჟანრში რო ეკაჩება ამ ლიტერატურულ ნაწარმოებს, ეგ თვითონ ნინოშვილთანაც არის. მეორე ამბავი ოღონდ მანდ არის ის, და ეგ არის წინათ რაღაცა მართლა ლიტერატურული უნარის
ამბავი, ხო? რომელიც ხან გაარტყამს ნინოშვილი, ხან არ გაარტყამს, როგორც ნებისმიერი სხვა მწერალი. თქვათ აი ერთ-ერთი ყველაზე ალბათ ცნობილი მაგალითად იქნებოდა ილია ჭავჭავაძე როგორც წერს, ხო, აი რა კაცი ადამიანი რო აიღო, არის ეს რაღაცა მუდმივი მორალიზმი, რომ აი იმ კითხველო, მე ახლა შენ ეს რაც აღგიწერე და 900-ჯერ გიმეოროს ის მას რაც აღგიწერა და ნუ გასაგებია, ხო, მაგრამ რაღაცა ეს ისეთი ჭარბსიტყვიანი დამატებითი დაღეჭვები არის ხოლმე, რაც მართლაც ტენდენციურობას სცენს ამ ნაწერს და სიმძიმეს ერთგვარს. და მეორე, მით უმეტეს ნინოშვილის შემთხვევაში, როცა გვაქვს უკვე ისეთი სიტუაციების აღწერასთან, რომლებიც ნუ ძალიან ახლო ზღვარზე არის აკრძალულ არალეგალურ რაღაცებთან, ხო? თქვენ იქნება ეს ფირალობის აღწერა თუ ნუ ის ჯანყიგურიაში არც დაიბეჭდა თავის დროზე და მერეც 1902 წელსაც პირველი 5 თავის მერე ჩახსნეს, ხო? კვალში რო დაიწყეს დაბეჭდა ცენზურის საკითხი შემოდის, ხო? ანუ შენ როგორ წერ რომ ამ цаრისტულ ცენზურაში გააძვრინო თავი, რომ თან გადმოსცე შენი რაღაცა რადიკალური კრიტიკული შინაარსი, მაგრამ ისე რომ რაღაც ისეთი კონფრონტაციული არ იყო შენი დისკურსი, რომ უბრალოდ არ დაგბეჭდონ და ხო მაშინთან ესე თქვა ისეთი იატაკქვეშა, ისეთი აწყობილი ქსელი, როგორც თქვა მე უფრო აეწყო უკვე რევოლუციის ფაზაში არც იყო და არც იყო ესე მათ ხო ანუ თავისთავად მოცემულობა მასეთ არალეგალურ საქმიანობაში გადაშვება. ამიტომ რეალურად ცენზურა როგორც თანაშემოქმედი ნებისმიერი ტექსტისა, რომელიც იმ პერიოდში იწერება და რომელიც გამოქვეყნებულა, ხო? ანუ ეს ცენზორი გევლინება როგორც თანაავტორი ნებისმიერი ტექსტის, რომელიც მაშინ არის გამოცემული, ხო? და შეიძლება მაგითი იყოს გაპირობებული ის თუ სადამდე მიდის, თქვათ, თავის აღწერაში ნინოშვილი და რატო არ იძლევა თქვა რაღაც ტიპის უფრო ესეთ რადიკალურ რეცეპტს, ხო? რომ აი მოქმედებისკენ მოწოდებას ან რამე სხვას, იმიტომ რომ მე ვნახავთ მაგას ჟორდანიას ბროშურებზე რო გადავალთ, როგორ სხვადასხვანაირი არის ერთი და იგივე ტექსტი, როცა არალეგალურია და როცა ლეგალური სახით გამოიცემა და ნუ ეგ არის სწორედ რომ ანუ ცენზურა სადაც კი არის, იქ ისე წერ, რომ უბრალოდ ამან წითელი შუქი არ აუნთოს იმას, ხო? ანუ ცენზორს და სისტემას. ხო, და ანუ მე ეგ ხა როცა წერს ნინოშვილი და როცა ეს ცარიზმის ხანაღად, მაგრამ როცა უკვე გვიანდელ პერიოდში კითხულობენ, თქვათ, ეს მემკვიდრეები, ხო, რა თქმა უნდა, ისინი კი, რაც არ უნდა ითვალისწინებდნენ იმას, რომ აი ცენზურა იყო და იქ უნდა სტრიქონებს შორის შეიძლება რაღაცები ამოღიკითხა და ასე შემდეგ, ნუ მოცემულობად რჩება, რომ არიან ეს პასიური საწოდავი გლეხები, რომლებზეც არაფერი გარდა იმისა, რომ არიან ძალიან ცოდოები და უსასოები, არაფერი არ რჩება, ხო? ისე რომ არაფერი, თქვათ, ის რაც შეიძლება მათ ამოაძვრენდეს ამ სიტუაციიდან არ ისახება, იმიტომ რომ ნებისმიერ ეგეთი რაღაცა შეიძლება ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებად ჩაგეთვალოს, ხო? და ეს მე უკვე მიეწერება ნინოშვილს როგორც რაღაც ტიპის ლიტერატურული თვისება, რომ აი ეს პასიურ გლეხებს აღწერს, ხო? იქვე შენ თვითონ ივიწყებ იმ ცენზურის თანაშემოქმედებით ხასიათს, ხო? და ეგ ნუ ის არის რა ძალიან რთული გასარჩევი არის, სად გადის ზღვარი, აი ამ ეს დისკურსი რატო არის ისეთი, როგორიც ის არის, როცა მოცემულობა არის ცენზურის არსებობის სიტუაციაში წერა. ხო, არ ვიცი, გავიცი თუ არა კითხვას პასუხი, ხო, დამნა. ბოდიში დამოგვიანდა მე და თავიდან ვერ მოგისმინე, მაგრამ აი ბოლოს რო გისმენდი კიდევ უბრუნდები რას შვები შენ ამ ლექციაზე. აი სულ მებადება ისევ ეს რაღაც ტიპის მეთოდოლოგიური კითხვა. და ამჯერად ანუ რაღაც ტიპის ანუ ამ ლიტერატურად მცოდნეობის და ისტორიის, ან ისტორიოგრაფიის დისციპლინებს შორის არსებულ განსხვავებებზე, მაგალითად რა.
ახლა შეიძლება ცოტა ცდება ჩვენი თემას, მაგრამ ნუ შენთან მაინტერესებს ამ კითხვის დასმა. იმიტომ რომ შენ რო ამბობ, რომ ვიღაცაები ნინოშვილს რაღაც ყოველთვის საიდანღაც იწყებდნენ და კითხულობდნენ და რაღაც ტიპის ტენდენციურობასაც ავლებდნენ სადღაც ამ კითხვაში და შენ ცდილობ, რომ არა თავისთავად ნინოშვილი როგორც პროდუქტი სხვადასხვა წაკითხვების, არამედ როგორც რაღაც ტიპის სისტემა და აი ამ კოორდინატები და ეს ყველაფერი მოიხელთო, ხო? მაგრამ შენც ანუ თვითრეფლექსია რო გააკეთე, შენც ხო რაღაც ტიპის მეთოდოლოგიური ხედვიდან ამოდიხარ. ანუ ჩემთვის ეს არის ახლა რაღაც ტიპის მარქსისტული ხედვა, სადღაც ანუ პატერნების, სისტემების, კონსტრუქტების და რაღაცების დანახვა, ოპერაციონალიზება და მეთოდოლოგიური მეების აღმოჩენა, ხო, შეგნამ და აი აქ სად შემოდის ლიტერატურათმცოდნეობის და ისტორიის ან ისტორიოგრაფიის დისციპლინებს შორის განსხვავება შენი აზრით? აი ამაზე თუ შეგიძლია გააკეთო და შენს მეთოდოლოგიაზეც რო გააკეთო რეფლექსია რა. იცი, განსხვავება კი არა, გადაკვეთასაც შემოდის, ეგ უფრო ხო, რომ ესე იგი რეალურად იდეაში მეც ანუ სხვებზე რომ ამბობ რაღაცა სოციოლოგიურად უდგებოდნენ და რაღაც გამომყენებლური რო იყო თითქოს, ხო? და რაღაც ასეთი რედუქციონისტული რო იყო ეს სოციოლოგიური წაკითხვა ნინოშვილის ამას რო იდეაში ვაკრიტიკებ, მეორე მხრივ, ვთქვათ, რაც ახლა დღეს ვცადეთ, იყო ეს, რომ მისი ლიტერატურა მაინც რაღაცა ტიპის ისტორიულ დოკუმენტად მოგვენიშნა, ხო, რომ რაღაცას გვეუბნება მისი მოთხრობები იმაზე, თუ როგორი იყო ის კოლონიური სისტემა, რომელიც ბატონობდა მე-19 საუკუნის ბოლოს ცარისტული კავკასიის გურიის ნაირ პერიფერიაში, ხო, და ანუ მან ხო, მარქსისტული ელემენტად თქვა აი ფრედრიკ ჯეიმსონი ან რაღაცა ეგეთი ავტორი შეიძლება მოიშველიოს კაცმა როგორც საყრდენი რაც გეხმარება რომ თქვა ნინოშვილი ერთის მხრივ აღიქვა როგორც ის ავტორი რომელიც თვითონ არის რაღაცა აი თავისი დროის გამომთქმელი, ხო, რაღაცა არტიკულირების წერტილი, ხო, რომელიც შენ საერთოდ გაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვა აი ის დრო მოიხელთო, ხო, როცა თქვა მithumetes შეიძლება არ გაქვს საპირწონე რაღაცა სამეცნიერო ნაშრომები, რომელიც აღიწერდა აი ეგეთივე სიცხადით ან გამჭრიახობით თქვა აი იმ კოლონიურ აი განუკითხაობის მდგომარეობას რაც დღეს მოვხაზეთ, ხო? ანუ ამ მხრივ თქვათ ლიტერატურა იქცევა გარკვეულ ისტორიულ დოკუმენტად, რამდენადაც მართლა გაზიარებს იმ ისტორიულ მომენტთან, ხო? მაგრამ მეორე მხრივ ნინოშვილის ლიტერატურის კონტექსტუალიზაციას იწყებ მისივე ეპოქის ფარგლებში რომ თქვა აღწერო ის თუ რატო შედგა ის მისი ლიტერატურა ისე როგორც ის შედგა, ხო, რაღაცა ორმხრივი მოძრაობა არის, რომელიც აი კონკრეტულ თქვა ეს ავტორში აი რაღაცა ისტორიოგრაფიულ და ლიტერატურულ ფილოლოგიურ სამუშაოს ერთმანეთისგან განუყოფელს ხდის, ასე ვთქვათ. და ამავე დროს, იმიტომ რომ ლიტერატურაა და ყოველთვის შეიცავს აი იმ რაღაცა მოუთვინიერებელს, იმ რაღაცა ჭარბს, ხო, იმ რაღაცა იმ თამაშის ელემენტს, რომელიც ხო, რომ ყოველთვის რაღაცა ტიპის აცდენას იწვევს და ბოლომდე, ხო, არ ექვემდებარება ბოლომდე ერთმნიშვნელოვან ინტერპრეტაციას, ეს მუდმივად რაღაცა ტიპის ახალი ჰორიზონტების გახსნისთვისაც გიტოვებს სივრცეს, ხო, და მის ისე ათვისებისთვის, როგორადაც ვთქვათ, რაღაცა წინა თაობების წაკითხებს არ აუთვისებიათ. და აქაც რა თქმა უნდა, მე შენ რა კითხებს უსვამ ნინოშვილს და რა იწვევს ინტერესს და განსაკუთრებულ თანაგრძნობას, ან რაღაცა თუნდაც მყიფე ნათესაობის
ნათესაობის განცდას არის ის საკითხები, რაც ხო თან შენს აწყვოში გიდგას, მაგრამ რაზეც შეიძლება თვითონ რაღაცა რის მიმართ გრძნობიარეც ნინოშვილის საკითხამ გაგხადა, ხო? მანდაც რაღაცა ორმხრივი ეს არის, გადაძახილი არის და ძალიან რთული არის დაადგინო, რომელი იყო პირველი, ხო? თქვა რაღაცა გოგი აღუშვილი რო წაიკითხე, რა ვიცი, კაცია გუნება და აი ეს რაღაცა გაუგებარი, ეს კაფკიანური ეს სამართალი როგორ მოქმედებს, ხო? ისე რომ აზრი არ აქვს, არ იკითხება, მაგრამ მაინც ძალა აქვს და მაინც რაღაცა მონოსხულს გტოვებს და მაინც მორჩილებაში გამყოფებს, ხო? ეგ იმის გამო გონია რომ დღეს რაც ხდება ჩვენ გარშემო რაღაცა ეგეთ რეჟიმში ხარ როცა ხო თქვა დღეს 9 მილიონი რეპრესიული კანონის მიღება ხდება ეს საკითხსაც კი ვერ ასწრებს ხალხი და თან ძალიან ცუდად დაწერილი არის და ანუ რას ემსახურება ვერ გაიგებ თუ ის არის რომ რადგან გაქვს ეს მდგომარეობა აქედან ეს გიხსნის შენ იმას იმ ასე ვთქვათ მესამე თვალს რომელიც აღგაქმევინებს ვთქვათ ნინოშულში რაღაცა აი ამ ესეთ მსგავს თუ იგივე განზომილებას არა, ხო? და ეს რაღაცა ხო, რომელი პირველი არის, მან ძალიან რთულია რომ გაარჩიო. და არც არის ალბათ საჭირო. სხვა კომენტარი ან კითხვა თუ ძალიან არ გადაიქანცეთ. კაი, მოვრჩით დღესთვის. Აშ